შენ არ მოხდა სულხანს რო ეძახდენო ხო კარგად ჭუბობდი და ახლა შენ თვითონო აბულინგებო ხალხს აყრედია მე თქვენთან მართლა მომერი და გაზიარება რა რაოდენობის ამაზრზენი ზედმეტად სექსუალური ზედმეტად გარყვნილი კონტენტი მხდება არასდროს არ მომწონდა ყავდა რამდენიმე ფიტნეს ინფლუენსერი გამოწერილი რომლებსაც გამოვუქმე იმიტომ რომ აი მარტო აი სასქესო ორგანოს ძალიან რაღაცა ხელი ზორტირო ფარავს მარტო და ძალიან მაწუხებდა მე ეს მაწუხებს არ მგონია რომ საჯაროდ სექსუალური ძალიან გარყვნილი და ვულგარული შინაარსის შემცველის პოსტები უნდა იდოს სადაც პატარებიც არიან ქართულ გვერდებზეც ქართულმა გოგოებმაც დაიწყეს ქართველ ბიჭების ესენიც არის არ მომწონს ძალიან არ მომწონს აი ეს რა ქვია ნახე ყოველთვის ხვდები ადამიანი როდესაც არის რაღაცა ვულგარულად სექსუალურად მიწოდებული და როდესაც არის უბრალოდ ესთეტიურად აი ნორმალურად მიწოდებული მე ყველა საცვლებში გოგო კი არ მაღიზიანებს ინსტაგრამზე ან ყველა საცვლებში ბიჭი არა მაქვს მაგაზე პრობლემა ზოგადად მაგრამ მიწოდების ფორმაზე და მოტივზე რითაც არის ეს ვიდეო ან სურათი გადაღებული აი შენ ეხლა რო უსმენ ამ სტორის ნებისმიერ ადამიანს მიმართავ ყოველთვის ხვდები თუ არა რა მოტივით არის კონკრეტული ვიდეო კონკრეტული ასე რა ქვია სურათი გადაღებული აი მაგალითად გოგო არის მასში საცურაო კოსტუმში და ხვდები თუ არა ეს გოგო ცდილობს რომ გამომწვევი იყოს ამ სურათში თუ უბრალოდ ანუ she's acting pretty ანუ უბრალოდ საკუთარ ემოციებს და რაღაცას ის თავისთვის ან ლამაზად არის მაგრამ ზოგიერთი არის აი ესე 90 გადახრილები აი ბოდიში ხამ ფრაზე მაგრამ ხარ სპეციალურად რო სექსუალურად ანუ აი სექსთან და რაღაცასთან ასოცირებული ეს პოზები რაც არის სპეციალური გამომწვევი ანუ ხვდები აი ეს კონკრეტული რაღაცა ჯგუფი არის რომელზეც მახსოვრდი და ზუსტად ვიცი რომ იცით რომელ ჯგუფს ვსწავლობ ну აიგენი არ შემიძლია ინსტაგრამზე რატო არ ითქო ვიძახი და ანუ რატო არ ბლოკავს ამას ინსტაგრამზე აი ესე თუ გინდა რა ვიცი რაშიც გინდა იმაში იჭერქი მაგრამ ანუ აქტი რასაც აკეთებ ექშენი ხო არის მნიშვნელოვანი ანუ როკნესი და სექსუალურად რო იხედები და ხელს იდებ და ისრეს რაღაც ადგილებს ესეთი ვიდეოები ინსტაგრამზე რატო უნდა იდოს მითხარით